მცირე კოოპერატივების შექმნისა და გაძლიერებისთვის ევროკავშირი 15 მილიონ ევროს გამოყოფს. ცოტა ხნის წინ ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია დასრულდა ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებენ მცირე ფერმერული კოოპერატივების ხელშეწყობისთვის. ცერემონია წინამძღვრიან კარში შედგა. ნინით მარაძე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში და ის უფრო დეტალურად მოგვიყვება თუ როგორ ჩაიარა ცერემონიამ და რას გულისხმობს ეს შეთანხმება. ნინი გისმენთ. მცირე ფერმერული კოოპერატივების შექმნის და განვითარებისთვის ევროკავშირი 15 მილიონ ევროს გამოყოფს. დღეს წინამძღვრიან კარში ხელი მოეწერა მემორანდუმს 4 საერთაშორისო ორგანიზაციასა და ევროკავშირს შორის. ესენია People We Need, KEA, Oxfam და Mercy Corps, რომლებიც თავისთავად 16 ნაციონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებენ. პროექტის ფარგლებში საქართველოს 45 რაიონში 160-ზე მეტი კოოპერატივი შეიქმნება და 3000-მდე ადამიანი გაერთიანდება. ისინი მიიღებენ ტექნიკურ დახმარებასა და პირდაპირ ინვესტიციებსაც. დღევანდელ დღეს პროცესი გადავიდა უკვე აქტიურ ფაზაში. 4 საერთაშორისო ორგანიზაცია ევროკავშირის დაფინანსებით ENPARD-ის პროექტის ფარგლებში დააფინანსებს მომავალ წლებში ასობით კოოპერატივს. ეს არის 40 მილიონიანი პროექტი, რომელსაც მოეწერა ხელი მთავრობასთან ერთად 2 წლის წინ და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარებას. დაფინანსებულ პროექტებს შორის არის დევნილ ქალთა კოოპერატივი ტყის ნობათი. მათი საქმიანობა ძირითადად მიმართულია ტყის ნობათისგან წვენებისა და კომპოტების წარმოებისკენ. ამ ხნის განმავლობაში შეძლეს 8 ტონა ასკილის მოპოვება და აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციები დაეხმარება პროდუქციის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზარზე გატანაშიც. დიდი დახმარება იყო Oxfam-ისგან, რო არა მათგან გაწეული დახმარება ჩვენთვის ეს ძნელი იქნებოდა, რომ შეგვექმნა კოოპერატივი და ყოფილიყავით ეს ერთდროულად ჩართული ამ საქმიანობაში. Რამდენიმე ქალი მუშაობს ამ კოოპერატივში დასახლებული ვართ და ახლა სურვილი აქვს ვინც შეუძლია ვინ დაგვინახა რომ იყო რაღაც სურვილი აქვს რომ მათ ისინი დასაქმდნენ. ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს 5 რეგიონში დაწყებული სამეგრელო, შიდა ქართლი, ცხეთამთიანეთი, კახეთი და ქვემო ქართლი და ვიმუშავებთ ამ 5 რეგიონის 13 რაიონში. ENPARD-ი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 40 მილიონი ევროს მოცულობის პროექტია, რომელსაც საქართველოს მთავრობამ 2012 წლის დეკემბერში მოეწერა ხელი და ითვალისწინებს ქვეყნად სურსათის წარმოების გაძლიერებასა და სოფლად სიღარიბის აღმოფხვისკენ არის მიმართული. დიდი მადლობა თემის დეტალები წინამძღვრად კარიდან.